ემილი შევაძე 6 წლის. სწავლობ მე-11 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ექიმობა, ხატვა და საჭმელის მომზადება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ექიმობა. ექიმობა რომ დავიწყე, ვიყავი 5 წლის. პირველად მომარჩინა ჩემი ოჯახი. ერთ დღეს ყველა გახდა ჩემს გარდა ავად. რა ვშობოდი და წამლებს ვალებიებდი, ვემსახურებდი და საჭმელს მომზადებდი. პირველი მორჩა ჩემი ძმა. ყველაზე ბოლოს მორჩა მამა, იმიტომ დიდი თოვლი იყო. ერთხელ მამას გავუკეთე ნემსი, მე მგონი არ ეტკინა. ისე იძახოდა ვაიო. ხანდახან ვარ თოჯინების ექიმიც. არ მეტევა იმ სახლში იმდენი თოჯინა მაქვს. ხან სოფელში ჩამაქვს. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია მიმი. ძალიან ჭკვიანი და დამჯერი გოგოა. ხანდახან მიშლის ნერვებს. რომ კბილიას ტკივდება ექიმთან წასვლა არ უნდა. ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. ჩემი ნება რომ იყოს, აგრძელავდი ფეხბურთს. იმიტომ ზოგჯერ გოლს გეტანებენ. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემიც ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონებს. ჩემი საყვარელი ფერია იასამის ფერი. არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ მუქია და არ უხდება ცისარტყელებს ასეთ რაღაცა. მინდა ჩემი ნახატები გავყიდო და ვემზადები. თვითონ ნახატი იღერება 5 ლარი. მე როცა ფული მაქვს, სკოლაში მიმაქ და საჭმელს ვყიდულობ. ჩემი საყვარელი საჭმელია ჰოთ-დოგი. სხვათა შორის მე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო ლობიო. ახლა ვაკეთებ ყველაზე გემრიელად ჩაურმებს. მე ახლა გასწავლი ჩაურმის გაკეთებას. დადებ მის ნაჭერს და აყრი ფურცლებს. მე მოვაყრი ხორცს, პომიდორს და კიტრს. შევფუთავ მერე და ტოსტერზე დადებ და რომ გამდავდებ და მზად იქნება. მერე ტოსტერიდან გამოვიღებ და შევჭამ გემრიელად. სკოლაზე ვგიჟდები ისე მიყვარს. იმიტომ რომ ყოჩაღებს ღებულობ, სტიკერებს მიწებებენ, კარგად ვუკითხავ, კარგად ვწერ. ჩემს კლასში ყველაზე ბედნიერია მელისა. ყველაზე მხიარულია ნუცა. ყველაზე ჭკვიანია ელისაბედი. ყველაზე მშვიდია დეა. მე ვარ ყველაზე განათლებული და ბრანჭია. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი დარიკო შენგელია. იმიტომ სტიკერებს მიწებებს, ყოჩაღებს მიწერს და მაქებს რომ გავიზრდები გამოვიდე მინდა ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის. იმიტომ ძალიან მეჩქარება გაზდა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, დაიკოები. 2 დაიკო მყავს და 1 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 5 და 5 ძმა. ჩემი მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და უშიშარი. დედიკოზე გიჟდება. ასე იმიტომ მგონია რომ ყველა დღე მოვაქვს დედის დღეზე საჩუქრები და ჩუქნის. თან სულ კარგ სიტყვებს ეუბნება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, მშრომელი და ლამაზი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი ფილმია 3 კაკალი კონკიასთვის. ზღაპრის გმირებიდან მე გავარ პრინცესა ანას. ჯადოსნო ჯოხი რომ მქონდეს გავაცოცხლებდი მე რა ბაბუას. სამოგზაუროდ წავიდოდი სიამოვნებით დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია მყავდეს 2 კუ. შემდეგ მონაწილეს ვუტობებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქმევოდა, რა ერქმევოდა? მე მაგალითად რომ არ მერქვა სამელი, მერქმევოდა
ელენე. ბედნიერება არის სოფელში წასვლა და დაბადების დღეს გადახდა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, რომ მინდა სკოლაში ვიარო მე-11 კლასში რომ გადავიდე.